გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით YouTube არხზე დვალიშვილთან და რასაკვირველია ისევ კვიპროსიდან და ლიმასოლიდან, სადაც ჩვენთვის დაიწყო ევრობასკეტი და დაიწყო ძალიან მაგრად, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ნაკრებმა მართლაც მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, ესპანეთის ნაკრებთან და ეს იყო ბრწყინვალე ჩატარებული შეხვედრა ქართველი კალათბურთელების მიერ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით, ჩვენ დღევანდელ ვიდეოში შევეცდებით ძალიან ბევრ თემას შევეხოთ და პარალელურად გავაკეთოთ ესეთი გადართვები გუშინდელ დღესთან მიმართებაში. მე ვფიქრობ საინტერესო ვიდეო გამოვა, თუმცა ვიდრე დავიწყებდე უშუალოდ საქმეზე საუბარს, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ჩვენი არხის და ზოგადად ჩვენი პლატფორმების გენერალური სპონსორია ლიდერ სპორტი, უდაო ლიდერი თავის სფეროში და ასევე ლიდერი კომპანიები, კომპანია ლაგი და კომპანია ვიტამინი და აქვე გეტყვით, რომ თითოეულ ჩვენ ვიდეოს, რომელსაც ჩვენ ვდებთ და ვიღებთ აქ კვიპროსზე, საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, ამ ყველა ვიდეოს წარმოდგენია დეველოპერული კომპანია არქი, უდაო ლიდერი თავის სფეროში. ასევე მოდით მოკლედ დავიწყოთ საუბარი უკვე გუშინდელ დღეზე, მართლაც ძალიან მოულოდნელი ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი აღმოჩნდა და არ დავმალავ და ვიტყვი, რომ მათ შორის ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ეს შედეგი, ნამდვილად არ ველოდი, რომ ესპანეთის ნაკრებს დავამარცხებდი და მოდით დავიწყოთ იმ სიახლეებით, რითიც შევხვდით ჩვენ ამ ყველაფერს და პირველი სიახლე ეს არის აი ეს მაისური, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა შეძლო და დაამარცხა ესპანური გუნდი. რატომ ესპანეთის ნაკრები, რატომ ვაკეთებ ამ მაისურზე აქცენტს შეგნებულად, იმიტომ რომ ეს არის ახალი სათამაშო ფორმა საქართველოს ეროვნული ნაკრების, ახალი სათამაშო მათ ითამაშეს უკვე ამ ფორმაში ამხანაგური შეხვედრები, თუმცა აი მაკრონის მიერ წარმოებულ აი ამ ამუნიციაში საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე პირველი შეხვედრა მოიგო და მე ვფიქრობ და მინდა ვისურვო ყოველ შემთხვევაში, რომ ჩვენი გუნდისთვის ეს მაისური მაკრონის მიერ წარმოებული ახალი ფორმა იქნება მართლაც ძალიან დიდი წარმატების მომტანი და აქვე მინდა გითხრათ, რომ სწორედ აი ასეთ მაისურში გუშინ ლიმასოლის დარბაზთან, დარბაზის ირგვლივ და ზოგადად ლიმასოლში ძალიან ბევრი ქართველი დაიარებოდა. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რა ხდებოდა გუშინ თამაშის წინ ლიმასოლის დარბაზთან. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით YouTube არხზე დვალიშვილთან და რა თქმა უნდა თქვენ უკვე კარგად იცით, რომ ჩვენ ვიყოფებით კვიპროსზე, ლიმასოლში, სადაც დაახლოებით 2 საათამდე რჩება საქართველოს ნაკრების პირველი შეხვედრის დაწყებამდე ესპანელების წინააღმდეგ ევრობასკეტ 2025-ზე. ვიმყოფებით იმ დარბაზთან, რომელიც უმასპინძლებს აბსოლუტურად ყველა შეხვედრას, ლიმასოლში გასამართ ყველა შეხვედრას. ეს არის სპიროს კიპრიანოს დარბაზი, რომელიც 2005 წელს აშენდა და მაშინ იტევდა დაახლოებით 6255 გულშემატკივარს, თუმცა შემდეგ უკვე აი ამ ევროპირველობისთვის 2024-ში დაიწყეს მცირე რეკონსტრუქცია მოახდინეს და შესაბამისად დღეს უკვე 8000-მდე გულშემატკივარს იტევს და მე ღრმაწამს, რომ ამ გულშემატკივრებში, რომლებიც დღეს დაესწრებიან საქართველოს ესპანეთის ნაკრებთან დაპირისპირებას, უმრავლესობა სწორედ ქართველი და საქართველოსდან ჩამოსული გულშემატკივარი იქნება, რომელიც აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ მრავლად გვხდება როგორც სასტუმროში, ასევე ზოგადად ქალაქში, ლიმასოლში სიარულისას და ლიმასოლის თვალიერებისას ძალიან ბევრი ქართველია და ეს რასაკვირველია, სასიხარულოა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ბიჭებისთვის უაღრეს და დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ბევრი ქართველი იყოს დარბაზში და სათანადოდ უგულშემატკივრონ საქართველოს ნაკრებს აი ამ მძიმე ორთაბრძოლაში, არა მარტო დღევანდელში, არამედ მთლიანად ჯგუფური ეტაპის მატჩებში. მოკლედ ყველაფერი პრაქტიკულად უკვე მზად არის იმისათვის, რომ სპიროს კიპრიანოს არენამ უმასპინძლოს ევროპის ჩემპიონატს, უკანასკნელი სამზადისი მიმდინარეობდა, სულ რამდენიმე წუთის წინ დაასრულეს დროშების დაკიდება და შესაბამისად უკვე აღმართეს ყველაფერი დარბაზში იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ექსკლუზიური უფლება ტრანსლირების დარბაზში არ უშვებენ და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა
და შესაბამისად უკვე შემდგომ პრესკონფერენციებზე თავისთავად ცხადია მოგვეცემა საშუალება რომ დავესწროთ და ბუნებრივია ჩვენ შემოგთავაზებთ ყველა საინტერესო ინტერვიუს, საინტერესო მასალას და რასაკვირველია შევეცდებით რომ ბევრი ექსკლუზიური ინფორმაცია მოგაწოდოთ. აი ქართველები, მე აღვნიშნე რომ ქართველები იქნებიან თქო, გამარჯობა, როგორი განწყობით ხართ? საუკეთესო, იმედიანი და ვიგებთ. აი ესეთი განწყობა ესპანეთის ნაკრების წინ ეს ძალიან ბევრი ქართველი იქნება, როგორც უკვე აღვნიშნე. აი აქაც უამრავი ქართველია. გამარჯობა, მოგესალმებით. როგორ ახართ, როგორი განწყობით ხართ, რაც თავარია. აი ასე რომ ქართველები მრავლად იქნებია, ყველა ასაკის წარმომადგენელია, რაც თავარია და მე პირადად მოხარული ვარ, რომ აი ასეთი დამოკიდებულება. აი იქითაც ქართველები არიან. საქართველოს გაუმარ? ჯოს! გაუმარ? ჯოს! აი, აბა თავადაც გესმით, ჯგუფიდან გავალთ? აბა რა, ხუთივე თამაშმოვიდა. ეს ძალიან სერიოზული განაცხადია შენი მხრივ. აი ესეთი განწყობა აქვს ქართველებს, მოკლედ ძალიან კარგია, რომ ასეთი ვითარებაა და მე პირადად მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვიმყოფებით მოვლენათა ეპიცენტრში და შესაბამისად შევეცდებით, როგორც უკვე გითხარით, მაქსიმალურად ამომწურავი და საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ ლიმასოლიდან. მოკლედ, ძალიან მძიმე თამაში გველისა და შესაბამისად შევეცდებით, რომ ვიყოთ იმ მოვლენების შუაგულში, როგორც განვითარდება აქ და თავისთავად ცხადია, აუცილებლად უნდა ვთქვა და აღვნიშნო, რომ ჩვენი პლატფორმების YouTube არხის დვალიშულთან და ზოგადად ჩვენი პლატფორმების გენერალური სპონსორია ლიდერ სპორტი, სპონსორები არიან კომპანია ლაგი და კომპანია ვიტამინი და ჩვენი ვიდეოების წარდგენი გახლავთ კომპანია არქი, ლიდერი, დეველოპერული კომპანია საქართველოში და მადლობა მათ იმისათვის, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება ვიყოთ აქ და მაქსიმალურად მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია ლიმასოლიდან და ინფორმაცია, რომელიც ხდება საქართველოს ნაკრების ირგვლივ. მოკლედ წარმატება თქვენ და წარმატება პირველ ყოვლისა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელიც დაახლოებით საათნახევარში დაიწყებს თავის პირველ შეხვედრას ევრობასკეტ 2025-ზე. მოკლედ აი ასეთი იყო განწყობა ქართველებში, საკმაოდ ოპტიმისტური, მეტიც თითქოს ესე დარწმუნებით ამბობდნენ ყველა ასაკის გულშემატკივრები სხვათა შორის, რომ საქართველოს ნაკრები ძალიან დამაჯერებლად მოუგებდა ესპანელებს და პრინციპში ასეც მოხდა. ცოტა არ იყოს თავიდან, როდესაც აი ამ კომენტარებს ვისმენდი, მეგონა რომ გადაჭარბებული იყო, თუმცა სულაც არა ქართველებმა გუშინ მოიგეს და ამ მოიგეს პირწმინდად, არავითარ შემთხვევაში შემთხვევითი მოგება ეს არ იყო. ჩვენებმა ითამაშეს ძალიან მაგრა და თავისთავად ცხადია ამაზეც ვისაუბრებ, თუმცა რატო ვაკეთებ აქცენტს იმაზე, რომ ბევრი პესიმისტურად იყო განწყობილი, ამის საფუძველი ნამდვილად არსებობდა და ეს იყო ქართველი კალათბურთელების მიერ ჩატარებული ამხანაგური შეხვედრები, სადაც აბსოლუტურად ვერაფერი ვერ ვაჩვენეთ, ჰქონდა ძალიან ბევრი შეცდომა, ჰქონდა უაღრესად დიდი პრობლემები განსაკუთრებით დაცვით ხაზში, არ ჰქონდა სათამაშო სცენარი, სათამაშო შინაარსი, პრინციპში არ გამოგვდიოდა აბსოლუტურად არაფერი, განსხვავებით გუშინდელი დღისგან და აი ეს ამხანაგურ მატჩებში ნაჩვენები თამაში ბუნებრივია გარკვეულ ფორიაქს იწვევდა ქართულ გულშემატკივრებში და სავსებით ლოგიკური იყო ეს, მაგრამ ის რაც არ გამოგვდიოდა ჩვენ ამხანაგურ შეხვედრებში, ყველაფერი გამოგვივიდა ესპანელებთან მატჩი, რაც ძალიან მაგარი იყო ჩვენთვის. მე აქვე გეტყვით ციფრებით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას. მატჩის მიმდინარეობისას ჩვენ 6 ჯერ გვქონდა 10 ქულიანი უპირატესობა მთელი თამაშის განმავლობაში და მაქსიმალური ქულათა რაოდენობა, როცა საქართველოს ნაკრები იყო წინ, ეს იყო 16, თამაში კი მოვიგეთ 14 ქულიანი სხვაობით და აქვე გეტყვით იმასაც, რომ ყველა
მეოთხედი მოვიგეთ გარდა მეოთხედისა, თუმცა ამასაც აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ მოვიგეთ პირველი მეოთხედი, მოვიგეთ ტაიმი და მოვიგეთ მთლიანად მატჩი და აი იმ სცენარიდან გამომდინარე, როგორც ვითარდებოდა მოვლენები საქართველოს ნაკრების ირგვლივ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ძალიან მოულოდნელი იყო ეს გამარჯვება, თუმცა თავისთავად ცხადია ძალიან მაგარი და ძალიან კარგია და მოვისმინოთ ჯიკიჩის კომენტარი მატჩის შემდგომ გაკეთებული, იმიტომ რომ ბევრი ამბობს, რომ ამხანაგურ თამაშებში საქართველოს ნაკრების მთავარმწვრთნელი გარკვეულწილად მალავდა სტრატეგიას, თუმცა არ მგონია ეს ასე იყოს, უბრალოდ იქ იყო პრობლემები იმისა, რომ ელემენტარულად ერთად ვერ შეიკრიბა გუნდი, რომ ეჩვენებინა ის თამაში, რაც აჩვენა გუშინ. ბიჭებმა დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება დაიმსახურეს. ეს მხოლოდ წინ გადადგმული ერთი ნაბიჯია და მომავალი თამაშებისთვის სრული კონცენტრაცია უნდა მოვიკრიბოთ. სანდრო მამუკელაშვილის თამაში დღეს საეჭვო იყო. ბოლო ვარჯიშზე მას კოჭი შეუშუბდა, თუმცა საბოლოოდ კარგად ითამაშა. მე გუნდის მწვრთნელი ვარ, ამიტომ ყველა მოთამაშის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მაკისრია. დღევანდელი გამარჯვება კი აუცილებლად ისტორიაში ჩაიწერება. შესანიშნავი იყო. რაც შეეხება თავად თამაშს, დავიწყოთ ხუთეულით. პირველი სასიამოვნო სიურპრიზი ის იყო, რომ თორნიკე შენგელია ვიხილეთ სასტარტო ხუთეულში და ეს ბუნებრივია გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიცოდით, პრინციპში თამაშის დღესაც კითხვის ნიშნები იყო თორნიკეს თამაშთან დაკავშირებით და მე აღვნიშნე კიდევაც, რომ თოკოს თამაში გადაწყდებოდა უშუალოდ დარბაზში, უშუალოდ თამაშის მიმდინარეობისას იმ ფიზიკური პრობლემიდან გამომდინარე, რომელიც მას შეექმნა გულის არითმიას გულისხმობ და საქართველოს ნაკრების კაპიტანს ელემენტარულად 15 უმნიშვნელოვანესი დღე გაუწდა, როდესაც არ იყო ნაკრებთან ერთად აი ამ კურნალობის პროცესიდან გამომდინარე. ეს თემა ჩავაბაროთ ისტორიას, თორნიკე ძალიან კარგად არის და კიდევ უფრო კარგად იქნება მომდევნო შეხვედრებში. მოკლედ რაც შეეხება ხუთეულს, ხუთეული იყო ძალიან კარგი, ჩემი აზრით, აი მებრძოლი და ალბათ ყველაზე მეტად ოპტიმალურ ფორმაში მყოფი კალათბურთელები, ვინც იყვნენ, ყველა დააყენა ჯიკიჩმა გამომდინარე პოზიციების მიხედვით, თავისთავად ცხადია გამომდინარე იქიდან, რომ ამ შეხვედრაში სტარტი ჩვენთვის უნდა ყოფილიყო ძალიან მნიშვნელოვანი. მოკლედ, ბოლდვინი, მამუკელაშვილი, ბითაძე, სანაძე, შენგელია და ბოლდვინზეც მინდა გითხრათ, რომ კამარი თამაშობდა თით შეხვეული, თქვენ იცით, რომ მასაც გარკვეული პრობლემები ჰქონდა რამდენიმე თვის წინ და შესაბამისად მე მაინც დღემდე ვფიქრობ, რომ კამარი არ არის ჯერ კიდევ ბოლომდე ოპტიმალურ ფორმაში. თუმცა თავარი არის ის, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენთვის ძალიან კარგი სცენარით წარიმართა ესპანელებთან დაპირისპირება და ალბათ გუშინდელი თამაში იყო ერთ-ერთი ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც ქართველებს ბევრი რამ გამოსდიოდათ, მეტოქეს კი ნაკლებად, რაც ჩვენთვის რასაკვირველია, კარგი მოვლენაა და შესაბამისად მოხდა ის, რომ როგორც უკვე ვთქვი, მოვიგეთ პირველი მეოთხედი და მოვიგეთ მთლიანად ტაიმი, უბრალოდ საჭირო იყო ამ უპირატესობის შენარჩუნება, რა უპირატესობითაც ჩვენ გავედით შესვენებას და ბუნებრივია დარბაზშიც განწყობა აბსოლუტურად ამაღლებული იყო, რასაკვირველია ქართველი გულშემატკივრების მხრიდან. მოდით გადავინაცოთ ისევ დარბაზში და ვნახოთ რა ხდებოდა გუშინ შესვენების დროს. Așa ეს არის პირველი ვიდეო, რომელსაც ვთავაზობ სპიროს პეტრიანოს დარბაზიდან მატჩის პირველი ნახევარი დასრულებული და ძალიან მაგრად წარიმართა ჩვენთვის. დღევანდელი თამაში ძალიან მაგრად დაიწყო ყოველ შემთხვევაში და ალბათ პირველი მოულოდნელობა რაც იყო, ეს იყო თორნიკე შენგელიას ხუთეულში ყოფნა, საბრძოლო შემადგენლობა დააყენა ჯიკიჩმა და ამ შემადგენლობამ ფაქტია, რომ გაამართლა პირველი მეოთხედი, ჩვენებმა მოიგეს 20-17, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ იყო ეპიზოდი, როდესაც ჩვენ 10-ქულიანი სხვაობით ვამარცხებდით ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს. დავამარცხეთ პირველ მეოთხედში ისევე როგორც გულშემატკივრობაში, ეს არის ტრიბუნა, სადაც ქართველი გულშემატკივრები არიან, პირწმინდა დაჯაბნეს ესპანელები და შესაბამისად მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რასაკვირველია ქართველი კალათბურთელებისთვის. მოკლედ
პირველი ტაიმი მოვიგეთ 37-35 და შესაბამისად მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ მეორე ნახევარშიც ქართველი კალათბურთელები სათანადოდ იასპარეზებენ, შესაბამისად გაახარებენ აი იმ ქართულ გულშემატკივარს, რომელიც მოსულია აქ დარბაზში საქართველოს ნაკრების საქომაგოდ და ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი. როგორი განწყობით ხარ? ერთერობით ყველაფერი კარგად მივიდა, ნახოთ, მესამე პერიოდი არის აი სულ ქართველები არიან და ქართველები რაც დავარია. ყველაზე მეტად თვალშისაცემი ის არის, რომ ქართველები გულშემატკივრობაში ჯაბნიან ბოდიშს ვიხდი. ჯაბნიან ესპანელებს და ეს ძალიან კარგად ისახება საქართველოს ნაკრების დამაზე ყოველ შემთხვევაში. პირველ ტაიმზე პირველი ტაიმი მოვიგეთ და აუცილებლად უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ თამაშის მოგება ყოველ შემთხვევაში ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ პირადად ჩემთვის მოულოდნელი იყო თორნიკე შენგელიას ხილვა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს იყო ძალიან მაგარი გადაწყვეტილება ჯიჭიჩის, ასევე ქართველები არიან. აი ესეთი განწყობაა და ეს ძალიან მაგარია, იმიტომ რომ სხვაგვარად არ გამოვა თუკი ჩვენ ძალიან მაგარი კულტურა დამკვიდრდა ბოლო პერიოდში და ეს არის გულშემატკივრობის კულტურა, რომელიც პოზიტიურად ისახება აბსოლუტურად ყველაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც უცხო ქვეყანაში ტარდება მსგავსი რანგის გათამაშება, ისეთი როგორიც არის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი, თავისთავად ცხადია გულშემატკივარს უაღრესად დიდი როლი აქვს და თუკი საქართველოს ნაკრები არა მარტო დღეს, არამედ მთლიანად ამ ევროპის ჩემპიონატზე მიაღწევს წარმატებას და პირველი წარმატება ეს იქნება გუნდური ეტაპის გადალახვა, აი ამ ადამიანების როლი ამ ყველაფერში ძალიან დიდი იქნება და მათი დამსახურებაც თავისთავად ცხადია დიდი იქნება. არაჩვეულებრივი ამბები ხდება აი აქ, აი ამ კვიპროსის ერთ-ერთ დარბაზში, მოკლედ სასწაული ვარსკვლავები ყავს მოედანზე და მოგების იმედი გვაქვს. პირველი ნახევარი დავამთავრეთ მოგებით. ისეთი ბურთი ჩააგდო თორნიკემ ბოლოსკენ, რომ იყო აი ესეთი და მოკლედ ახლა მოსაგებად ბრუნდებით უკან დარბაზში. ჩემი აზრით დღეს თანაბარი ბრძოლას ველოდებით ყველანი. იმიდან გამომდინარე, რომ ესპანეთი არ არის კონკრეტულად ფორმაში, არ თამაშია ის თამაშები, რასაც მიჩვეულია, ჩვენ კიდე ოპტიმალური შემადგენლობა გვყავს. სავარაუდოდ ბრძოლა ბოლო წუთებამდე იქნება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ დღევანდელი მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. ძალიან მიხარია, კარგად გამოვიდა. ბიჭები იმედია, ასე გავხდება და დღევანდელ თამაშს მოვიგებ აუცილებლად. ძალიან კარგი ყოფილა ეს თამაში და ვიმედოვნებ, რომ ესე გააკეთებინა მოვიგებ. მართლა წარმოუდგენელი ატმოსფერო იყო და ვერ აგიხწერთ როგორი ბედნიერებაა, როდესაც ამდენ გახარებულ ქართველს ხედავ ერთად ძალიან პატარა სივრცეში. ზოგადად გუშინ მაყურებლების რაოდენობა იყო დაახლოებით 2000-მდე და მე გარწმუნებთ, რომ 1900, ნუ სტაფს თუ ვარჩავთ, უმრავლესობა იყო სწორედ საქართველოსდან ჩამოსული აქ მცხოვრები ქართველი გულშემატკივარი, რასაკვირველია აი ამ მაისურებში, რომელიც უკვე მე გიჩვენეთ საქართველოს დროშებით და ამან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველოს ნაკრებმა შეძლო გამარჯვების მოპოვება. ეს ძალიან მაგარი კულტურა დავნერგეთ ჩვენ, რომ სადაც ეს არ აქვს მნიშვნელობა ინდივიდუალური სპორტის სახეობა იქნება თუ გუნდური, სადაც ჩადიან ქართველები და სადაც ჩვენ გვაქვს იმისა, რომ მოვიპოვოთ გარკვეული წარმატება იქ საქართველოსდან უამრავი ადამიანი ჩადის და ძალიან ბევრი გულშემატკივრობს და აუცილებლად მინდა აღვნიშნო და ხაზი გაუსვა იმას, რომ გუშინ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა და ზოგადად ქართველებმა, როგორც თამაშის სვლელობისას მოედანზე, ზუსტად ისე ტრიბუნაზე პირწმინდად დაამარცხეს ესპანეთის ნაკრები გულშემატკივრობაშიც და თამაშიც და მადლობა ქართულ გულშემატკივარს, იმიტომ რომ მათი დახმარება, მათი დარბაზში ყოფნა და მათი გვერდში დგომა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ქართველი კალათბურთელებისთვის, რომლებსაც პირადად მე ყოველ შემთხვევაში
მთელი მატჩის განმავლობაში მქონდა ის შთაბეჭდილება, რომ ჩვენ თამაშობდით თბილისში, რომ ჩვენ თამაშობდით საკუთარ კედლებში და წარმოიდგინეთ ახლა ბიჭები რას გრძნობდნენ მოედანზე, როდესაც მე თქვა ტრიბუნიდან ვადევნებდი თვალს, ისინი კი მოედანზე იყვნენ და აი ეს შეძახილი საქართველოს და გამხნევება ყოველ მხრივ იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ქართველი კალათბურთელებისთვის და უაღრესად მნიშვნელოვანი და დიდი გავლენა იქონია ამ გულშემატკივრობამ შედეგზე და მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ბუნებრივია ამ საკითხს ხაზი გაუსვა ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამაც. 30 წამია დარჩენილი საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთან დაპირისპირების დასრულებამდე 80-69 და ქართველი გულშემატკივარი, რომელიც არის ერთ-ერთი შემოქმედი ამ გამარჯვების ხალხი, რომელიც ჩამოვიდა კვიპროსზე, ჩამოვიდა თავისი გუნდის საგულშემატკივროდ და ერთგულად უკომაგა მთელი თამაში და შეიტანა თავისი წვლილი გამარჯვებაში. ბოლო წამები და კამარ ბოლდვინის სამიანი წარმოუდგენელი, ესეც ბედნიერი ქართველი ერი, რომელმაც მოიპოვა დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებთან ერთად გამარჯვება, წარმოუდგენელი რამ ხდება დარბაზში, სადაც სულ 2000 ადამიანი იყო და ამ 2000 ადამიანიდან უმრავლესობა იყო ქართველი და ქართველებმა მოედანზე, პარკეტზე და ტრიბუნაზე პირწმინდა დაჯაბნეს ესპანელები. მოუგეს აბსოლუტურად ყველაფერში და საქართველოს ნაკრებმა 83-69 გაიმარჯვა ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში. პირველი ნაბიჯი გადადგმულია იმისათვის, რომ ჩვენ გავემგზავროთ რიგაში. ეს იყო უმაგრესი დღე და უდიდესი დღე ქართული სპორტისთვის და განსაკუთრებით კალათბურთისთვის. არაერთხელ მithქვამს, რამხელა ფასი აქვს ჩვენთვის გულშემატკივარს. ყველას უხარია სახში თამაში, მაგრამ როდესაც შენ გულშემატკივარს ხედავ უცხო მოედანზე, ეს უფრო სხვანაირი გზნობაა რა და როდესაც იყო რაღაც მომენტები თამაშის ბოლოს თითქოს რომ რაღაც დაიძაბა, თითქოს ამოგვეწრნენ, მაგრამ ჩვენმა გულშემატკივრებმა და მათმა მხარდამჭერამ არ მოგვცა იმის საშუალება, რომ მოდუნებულიყავით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მთელი გუნდის სახელით, ვინც მოახერხა და აქ ჩამოვიდა, ვინც ტელევიზორიდან გვიყურებდა და ვისაც ჩვენი ბოლომდე ჯეროდა ნამდვილ გულშემატკივარს. ეს ხაზგასასმელია ნამდვილ გულშემატკივარს, კიდევ ერთხელ ვიტყვი. მე შეგნებულად ვთქვი, რომ ციფრებით თავს არ შეგაწყენთ მეთქი და შესაბამისად ხო ცირე სტატისტიკურ მონაცემებს მოვიშველიებ, ის უკვე გითხარით, რომ 10 ქულიანი სხვაობით რამდენჯერმე ვიგებდით შეხვედრას, მაქსიმალური რაოდენობა ქულათა სხვაობაში იყო 16, თამაში კი მოვიგეთ 14 ქულიანი სხვაობით და აი ამ მატჩის მიმდინარეობისას აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ პრაქტიკულად ყველა ვინც მოედანზე გამოვიდა, ძირითადშიც შეცვლაზეც, პრაქტიკულად ყველამ ზედმიწევნით კარგად შეასრულა ის დავალება, რაც მათ ჰქონდათ მიცემული ჯიკიჩისგან. მე გეტყვით იმას, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც ძალიან მაგარი შეხვედრა, ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა. რიგ ეპიზოდებში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მიიღო, რამაც გაამართლა და საბოლოო ჯამში სანდროს ანგარიზე დაგროვდა 19 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა, თუმცა ეს ბუნებრივია არ გულისხმობს იმას და მე არ მინდა აქცენტი გავაკეთო, ან ვინმემ გაიგოთ ის, რომ მხოლოდ სანდრო მამუკელაშვილმა შეიტანა განსაკუთრებული წვლილი საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში, არავითარ შემთხვევაში. ეს არის გუნდური სახეობა, გუნდი იგებს, გუნდი აგებს და შესაბამისად ისევ ამ გუნდური პრინციპიდან გამომდინარე, თუ კი რომელიმე სპორტსმენი ვერ ასრულებს იმ დავალებას, რაც მას მიცემული აქვს, იქ არიან სხვები, რომლებმაც ეს ყველაფერი უნდა აღმოფხრან და ასეც იყო გუშინდელ შეხვედრაში. მოკლედ, მადლობა ბიჭებს იმისათვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს ევრობასკეტ 2025 სასტარტო შეხვედრაში და შესაბამისად აი ამ სიხარულს, რომელიც მათ მიანიჭეს ქართულ გულშემატკივრებს, არც თავად მალავდნენ მატჩის დასრულების შემდეგ და მათი კომენტარებიც მინდა შემოგთავაზოთ. ჩემი აზრით ეს ყველაფერი მოხდა ერთადგომის ხარჯზე, მონდომების ხარჯზე. თოკო შემოგვიერთა, დიდი მუხტი მოიტანა
ვინც რამდენი გულშემატკივარი ჩამოვიდა, ეგ დამატებითი ენერგია იყო ჩვენთვის და мотиваცია, მაგრამ ვიტყოდი რომ ჩვენმა მოთამაშეებმა, ჩემმა გუნდებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ თავისი როლი ეთამაშოს სწორედ გამოსულიყვნენ მოედანზე სწორი ენერგიით. ყველას გვეშლება რაღაც და ხანდახან ემოციურები ვართ ხოლმე, მაგრამ დღეს ერთმანეთი ზუგი ქონდა, დავეხმარეთ ერთმანეთს და გამოვედით გამარჯვებით და ეს არის კიდე წინ დიდი თამაშები გველის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც ეხლა არ შეიძლება ზედმეტი რეაქციების გამოხატვა, უნდა დავრჩეთ მობილიზებულები, რომ შემდეგ თამაშებზე სწორად გამოვიდეთ. მართლა სასწაული მოხდა, უკვე მეორე დავამარცხეთ ესპანეთი ერთხელ თბილისში ეს 2 წლის წინ მოხდა და კიდევ დღეს რა და რა თქმა უნდა პირველ რიგში მიულოცავთ ჩვენს გუნდს, მსმენელებს, თქვენ მოგილოცავთ, ვინც ჩამურზანით აქ ჩვენ ქართველ გულშემატკივარს, ამ დიდ გამარჯვებას და ვინც ჩვენს ტელეეკრანიდან გვიყურა ქართველ ამ გულშემატკივარს ვარ, თელმა საქართველოს გვიყურა და ქართველმა მოსახლემ რა დავიცი, აი მართლა რომ აი სამწმელემ რაც დავალება მოგცეს შეძლების დაგვარად ასე ვთქვათ 90% შევასრულეთ და მაგიტომ ეს გამარჯვებაც ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოვიპოვეთ რა. მოკლედ აი ასეთი განწყობა იყო საქართველოს ნაკრებში მატჩის დასრულების შემდეგ, ასეთი იყო ბიჭების კომენტარები და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და თვალშისაცემია ის, რომ გუშინდელი შეხვედრის მოგებით, რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, მაგრამ აი ამ მოგებით ყველას ერთნაირი აზრი და ერთნაირი მიდგომა და დამოკიდებულება აქვს, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ არავითარ შემთხვევაში ესპანეთის დამარცხების შემდეგ ჩვენ არ უნდა ჩავარდეთ ეიფორიაში და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი წინ არის, არავითარ შემთხვევაში გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ კიდევ 4 მატჩი გვაქვს ჩასატარებელი, ჩვენი მომდევნო მეტოქე იქნება იტალიის ნაკრები, რომელიც დამარცხდა გუშინ საბერძნეთის ნაკრებთან 66-75 და ბუნებრივია იტალიელებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება მოახლოებული ორთაბძოლა. შესაბამისად, მე უბრალოდ ქართველების მხრიდან მინდა აქცენტები გავაკეთო იმაზე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გვაქვს, რასაკვირველია. გუშინ მოპოვებული გამარჯვება იყო უაღრესად დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ გავემგზავროთ რიგაში, მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ 4 თამაში გვაქვს ჩასატარებელი და მომდევნო იქნება იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, რომელსაც სასტარტო შეხვედრაში, როგორც აღნიშნე, მარცხი აქვს განცდილი. მოდით მოვისმინოთ ქართველი კალათბურთელების კომენტარები მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით და მერე დაგიბრუნდებით წირეხნით. არც ერთ თამაში არ ქონდა მოგებული კემზე და ტურნირის გახსნა მოგებით ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ კიდე მოსაგები გვაქვს თამაშები, კი უყურეთ საბერძნეთი იტალიის თამაშს, ძალიან კაი გუნდია იტალია. მარტივი ბურთები ვერ ჩააგდეს, თორე შეეძლოთ რომ მოიგოთ თამაში, ასე რომ ძალიან რთული მატჩი გველის, შევეცდებით რომ ის საჭირო ნაბიჯები გადავდგათ, რაც დაგვეხმარება თამაში მოვიგოთ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პოზიტიურ ნოტაზე დაწყება. იმ პირობებში, როდესაც მოსამზადის პერიოდი ცოტა რთული იყო ჩვენთვის. მოგეხსენებათ, სულ რამოდენიმე ვარჯიში მოვახერხეთ, რომ სრული შემადგენლობით ჩაგვეტარებინა ვარჯიში. ძალიან მიხარია, რომ გუნდი ძალიან მობილიზებული იყო, კონცენტრირებული იყო, ძალიან კარგად გაართვეს თავი დაცვის ნახევარზე, ძალიან სტაბილურად გამოვიყურებოდით შეტევაში და მოვიპოვეთ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. მაქსიმალურად ვემზადებით ყოველდღიური თამაშისთვის. შემართება და მიდგომა იგივეა, ჩვენ ყველა თამაშზე გავდივართ, რომ ვითამაშოთ მოსაგებად, ამავდროულად ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, ჩვენი ნომერ პირველი მიზანია ჯგუფიდან გასვლა და რიგაში ჩემპიონატის გაგრძელება. მოკლედ ვემზადებით იტალიის ნაკრებთან გასამართი შეხვედრისთვის, ვემზადებით სრული დატვირთვით, კარგია რომ არანაირი სერიოზული ტრავმა არ გვაქვს გუნდში, კარგია რომ ყველა ერთად ვართ და კარგია ის რომ გულშემატკივარი ამხნევებს ქართველ კალათბურთელებს და რა ვიცი თუ კი არსებობს იმის საშუალება რომ უბრალოდ აიღოთ ბილეთი და ჩამოხვიდეთ, გააკეთეთ ეს, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი კალათბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ რომ რაც უფრო მეტი ქართველი ვიქნებით დარბაში, სპიროს კიპრიანოს დარბაში, ლიმასოლში, მით უფრო მეტ წარმატებას და გამარჯვებას მოიპოვებს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები. ნუ რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას იტალიის ნაკრებთან, როგორც ქართველები თავისთავად ცხადია, ასევე ემზადებიან
იტალიელი კალათბურთელები, მით უმეტეს რომ იტალიის ნაკრების შემადგენლობაში არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებიც კარგად იცნობენ ქართულ კალათბურთელებს და ბუნებრივია იტალიის ნაკრებს, რომელმაც სასტარტო შეხვედრა დათმო, აუცილებლად კარგად ექნება შესწავლილი საქართველოს ნაკრების ყველა თამაში და განსაკუთრებით ესპანელებთან ჩატარებული მატჩი. შეგვიძლია ასევე იტალიელი კალათბურთელების კომენტარებიც მოვისმინოთ. Yeah, I think the group is really hard. საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს რაც შეეხებათ, მათ პირადად ვიცნობ. ისინი ძალიან ძლიერი სპორტსმენები არიან. რამდენიმე მათგანის წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია. ჰყავთ NBA-ის მოთამაშეები, ბითაძე, მამუკელაშვილი და თოკო შენგელია, რომელთან ერთადაც იტალიაში ვთამაშობდი. ვფიქრობ, წინ ძალიან საინტერესო და რთული მატჩი გველის. One of the toughest group for sure. ყველა გუნდი აქ იმისთვისაა, რომ ბოლომდე დაიხარჯოს. საქართველოს ნაკრებზე ამ ეტაპზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა რამდენიმე მოთამაშეს კარგად ვიცნობ. მათ წინააღმდეგ აქამდეც მითამაშია. ისინი ძალიან ძლიერები, ნიჭიერები და გამოცდილი სპორტსმენები არიან. ამიტომ მოკლედ, აი ასეთია ვითარება ლიმასოლში, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ევრობასკეტ 2025-ის და კონკრეტულად საქართველოს ნაკრების ირგვლივ, რომელსაც ჰქონდა წარმატებული სტარტი და ჩვენ მინიმუმ ერთი შეხვედრის მოგება გვინდა იმისათვის, რომ გადავინაცვლოთ რიგაში და უკვე მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ საუკეთესო ევროპულ ნაკრებებში. მე ღრმად წამს, რომ ეს ასეც იქნება. ჯერ მოდით ჩავამთავროთ ლიმასოლი და რიგაზე მე ვისაუბროთ. მადლობა თქვენ, არ დაგავიწყდეთ, გამოგვიწერეთ, გამოგვყევით თქვენ ბევრ საინტერესო ვიდეოს ნახავთ და რასაკვირველია ექსკლუზიურ ინტერვიუებსაც. მადლობა და გემშვიდობებით მომდევნო ვიდეომდე.